ფაქტს ცნობილად გავართ, ეს 26 მაისია და როგორც ეს 26 მაისს მთელი საქართველოს მადლიერების ცნობით იხსენებს იმ გმირებს, ვინც მოიპოვა 26 მაისის დამოუკიდებლობის საქართველოს. დღეს საფუძვლად გარდა იმ გმირებისა, ვინც მოუპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენ გავართ საშინელი ფაქტის წინაშე, რომ ეს მსხვერპლი კიდევ გრძელდება და 2022-ას წლის წინაშე იძულებული ვაღიარებთ საფუძვლად შეეწეს იმ თავისუფლებას, რაც ჯერ კიდევ საქართველოში არ დამდგარა, შეეწირა თავისუფლად გადაადგილებას თავის სამშობლოში. ეს რა თქმა უნდა ოკუპაციის დაუმთავრებელი ოკუპაციის, დეოკუპაციის შედეგი პირველ მოხდა დეოკუპაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი ბრძოლა რათა გავამხილოთ სახელმწიფო და მთელი ერი, რა თქმა უნდა გრძელდება და სწორედ იგო თხოზორი არის ამის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე პიონერული მაგალითი დღეს. მე მინდა მიუსამძიმრო პირველ რიგში მის ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს და საქართველოს იმ მართლაც ეს არანაირად არ დაყოფილდება. არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისათვის, რომ დღეს საქართველოში ადამიანი მხოლოდ იმიტომ თავის სამშობლოში გადაადგილდება, იღუპებოდეს, ამიტომ ძალიან მკაცრი არის ჩვენი რეაქცია, ჩვენ კაპიტალს სახელმწიფო ხელმძღვანელობას, ზოგადად იმ ძალისგან, ვინც ვითომ დაკონტროლებს რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიას, რუსეთს, რომელმაც მიითვისა იქ ძალაუფლება, რომელმაც მიითვისა იქ ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა და საფუძვლად სწორედ აი ამ კონტროლის ან განუკითხაობის რეჟიმს შეეწირა ბატონიგიგა და ჩვენ თქმა უნდა ჩვენ თავი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც მოჩიბლით გასწორდება და ვიწონებთ ჩვენ პოლიტიკას, საფრთხე პოლიტიკას და მიაჩნევთ ჩვენ სწორგზაზე გავართ, ძალიან სერიოზულად მკაცრად უნდა მოეყრან ასეთ ფაქტებს. ამ ხელისუფლების კმედებები არის ადეკვატური და სწორი, რაც ეხება ამ მე მგონია, რომ დღეს ახლა არასდროს გავუბილავ ასეთ კითხვებს და მიმაჩნია, რომ დღეს სწორედ როცა არის პანაშვილი და როცა დაკრძალვის დღე არის, მე მგონია, რომ ასეთ კითხვებს და სავარაუდოდ ინფორმაცია გავსაბისია. მე მაქვს ძალიან მწირი ინფორმაცია, რაც გუშინ თქვი ხოლმე იმიტომ შემიძლია, ამიტომ სულ მალე ხვალ შედგება გალში ინციდენტების პრევენციისა და ზემოქმედების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 12 წლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემას დაეწევა და სულ ხვალ კაფილ გაირკვევა ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს დაუდასტურებელი.